ბარში ჩამოვედი ქალავ შენთვის ქალაქს მოუყვებით სიმღერებით ნუ თუ ისე ვერ შევხვდები შენი სახე გულში შევინახე შენი მსგავსი ქვეყნად ვერ სადონახე მოდი ჩემთან გევედრები რა დაგურჩენია მითხარ ამ გზებზე გოიაყავდა მთაში ღიღირო როცა გიგონე კოცნა გავბედე შენ ახარ ჩემი მზე როცა გიპოვანე კოცნა გავბედე შენ ახარ ჩემი მზე მახსოვს შენი მზერით როგორ მყავდი მახსოვს ის დღე როცა გაგიცანი და მოხსკალა შენი დარდი მინდა შენთან ერთად გავყვე არ აქვს შენ სიყვარულს უკვე ვეღარ მალა შენზე ფიქრში და მიღამდა რუბლების ზემოთ აგიყვან წაში შენ სავით ლამაზ მთებში დაგამალა როცა გიგონე მითხარი მაშინ რაში მჭირდება სხვა როცა შენ ხედავ მითხარი მაშინ რაში მჭირდება სხვა მობრძანდი ჩვენთან სტუდიაში კახაბერ კარელიძე მუსიკოს აკომპანიატორი და დიტო ქისიშვილი მომღერალი მოგესალმებით ხოთ მოგესალმებით ინსტრუმენტი შეგიძლიათ ჩვენ რაღაცა ძალიან გამიყოლა კიდე იმიტომ რომ ჩვენი შემთხვევა ეხა დღევანდელი ასე ვთქვათ სიმღერის თვალსაზრისით იყო პირველი ჩვენ ამ სიმღერის სტუდიური ჩანაწერი გვაქვს ოღონდ ლაივში არ გვიმუშავა ექსპერიმენტი რაღაცა სასაული ემოცია წამოვიდა კი ჩვენც ესე ვიგზავნით ეს ემოცია ორი სიტყვით ვიტყვი საერთოდ აკორდეონზე საქართველოში როგორ შემოვიდა 19 საუკუნეში რუსეთიდან შემოვიდა ეს კავკასიაში შამილი წაიყვანეს და აკორდეონი დაგვიტოვეს მოკლედ ესე ვთქვათ და საერთოდ აკორდეონი ის ინსტრუმენტია რომელიც ქვეყანას ერგება ხოლმე ფანტასტიკურად იგივე არგენტინაში ტანგოს სახით საფრანგეთში ვიცით ფრანგული გარმონი ბოშებმა როგორ აიღეს აკორდეონი თავისუფლების სიმბოლოს გადაიქცა და საქართველოს მთაში დამკვიდრდა და ვიდრე ბარში რა დღეს შენ სიმღერაში უსმენდის რომ ბარში ჩამოვიდივე და აქაც ხაზგასმულად არის და არამტკვარი იყო ნახსენები არამედ არაგვი რომელიც ასევე მთას ქალბატონი ნანა ცინცაძის ტექსტია და მუსიკა ეკუთვნის კახას კარელიძეს შესანიშნავ მუსიკას. შენიერი მუსიკა შენიერი შესრულება. მე შევეცადე რომ შემესრულებინა. შესაძლოა ძალიან კარგად გამოგივიდა როგორც ყოველთვის. ეხლა ორი თქმა უნდა საქართველოში აი ამ ინსტრუმენტის არსებობაზე ეხლა ვიცით ჩვენ ეს ყაზბეგური შავში როგორ იხმარება და შენ რამოდენიმე ანუ მე პირველ რიგში ვიტყოდი რომ ეს ინსტრუმენტი არ არის აკორდეონი ეს არის გარმონი როგორც ეძახიან ბას-გარმონს კი ბატონო აკორდეონი ეხლა საერთოდ მოდის იტალია ევროპიდან ის პირველადი სახელი და ფრანგული ინსტრუმენტი უფრო ბაიანია
რაც შეეხება ამ ინსტრუმენტს, თითქმის საქართველოში ყავს ორი ადამიანი, რომელიც ამ ინსტრუმენტს, რა ვიცი, თითოეულ დეტალს რო ეფერება რა. ერთი ყავს ბათუმში, ზურა ვარშანიძე, მეორე ყავს კიდე თბილისში, გლდანურაში, ნუგზარი ბიჩინაშვილი. და ის რამინდ თითქმის დაღესტნიდან, ვლადიკავკაზიდან, რა ვიცი, აი ჩეჩნებით, კი, ყველა აქ მოდიან და აკაკეთებენ. ხო, რატო ვიძახი, იცი რომ ხე მე საკმაოდ შესწავლილი მაქვს მოსკოვის კონსერვატორიაში ფაკულტატიურად გავდიოდით ხალხურ მუსიკას ჩვენ. ეს დაწყებული რუსული კურსკი ტირილები და ვლადიმერსკის სიმღერებით, რაც შეეხებოდა რუსეთს, ხო? მით უმეტეს საქართველოს ხალხურზე აღარ ვლაპარაკობ და ვიცნობ გარმონის არსებობას კავკასიის ქვეყნებში, მაგრამ კლასიფიკაციურად ჩვენთან როგორი განვითარებულიც არის, ისეთი არ არის იქ. ჩვენთან ბევრად უფრო, იმიტომ რომ ალბათ იმ ტრადიციულ იქ სხვათა შორის სიმღერაც რო ავიღოთ ხა ჩვენი სიმღერის მრავალფეროვნებას სოფლიოში არ აქვს, ხო? მაგალითი და აი მე კიდე ვიცი პატარა გარმონები თუშური თეთრი კლავიატურა ხო კაზანზე აწყობილი არის ზოგს ასე ვთქვათ ჩარჩუ აქვს სხვა და ძირითადად ის კაზანის ხმები ლეოჩკინის ხმებს ეძახიან კიდევ ის არის მასში ჩამონტაჟებული აი მე მაქვს მაგალითად გარმონი რომელიც არის აბსოლუტურად ქართული გარმონი ერთი საუკუნის ის არ არის მდიდარი ბასით დაახლოებით 20 ბასია ხო და ძირითადად მარჯვენა ხელი მუშაობს ისიც 4 თითზე ანუ 5 თითით იქ ვერ ციკო გარმონიკო ის მე მგონი ოკამში არის ოკამში არის ერთი ჩემი დიდი ბებია ლიუბა ვექვინაძე უკრავდა ციკო გარმონიკის დედას გეფიცები და აი როგორ მახსოვს იცი რომ იმის გარდა რომ ნუ საკმაოდ მოხუცი იყო უკვე რა და ან სამბას ან რუმბას რო უკრავდით ხელი და აკომპანემენტს გვიკეთებდა ხოლმე რა ჩვენ ბავშვებს რა და აი ეს და მამახსოვდა რომ ფანტასტიკურად უკრავდა მე მგონი ეს არ არის მთის ეს ციკო გარმონიკო არა ეს ბარის არის იმერეთში არის რაჭა და იმერეთი ხო ეგ უფრო არის რაჭა აი ოღოროჩოღოროს ეძახიან ზუსტად ეგ თემა ჩრდილო კავკასია იგივე ოსეთი და ასე შემდეგ დაღესტანი დაკვრის ხარისხი ქართული სიტუაციიდან გამომდინარე ნუ ეს ჩემი შეფასება ჩვენთან საქართველოში დაკვრის ხარისხი ზოგადად ამ თვალსაზრისით ბას-გარმონის თვალსაზრისით ყველაზე მაღალია რა აი ამ ამიერკავკასიის აი ამ ქალაქებს შორის და რამინდოდა შენთვის მეკითხა, ნუ ერთი პერიოდი გვახარებდი ხშირად ჩამდე ხოლმე ეთერში და მუსიკალურ შოუებში, იგივე ტელევიზიაში და ეხლა მაინტერესებს ბოლო პერიოდში რაღაცა ისე არ ჩანხარ, როგორც მე მინდოდა რომ ჩამდე და ყველას ვისაც შენ უყვარხარ და რა ხდება, სად მოღვაწეობ ან რა პერიოდები გაქვს? ეხლა ცოტა ხანი ასე ვთქვათ, საშუალება შესვენება პერიოდი. ну რაღაც პერიოდი ტაიმაუტი მქონდა ეხა რაღაცა ახალი მინდა რომ დავიწყო ოღონდ ვარ შინაგან მზადების პროცესში ვარ ჩემს თავთან მუშაობ და ანუ ახალ გულისხმობ ჟანრულად რა ჟანრობრივადაც მქონდა რაღაცა მცდელობები რაღაცა კომერციული ასე ვთქვათ ნაწილიც იყო მასში ჩადებული მაგრამ ეხა უკვე მინდა რომ გარდავიქმნა და აბსოლუტურად ბოლომდე შემოქმედებითად ვიპოვო რაღაცა ჩემს თავში. ან ძიების პროცესში ვარ. ეს ამიტომ მნიშვნელოვანი გითხრა. საერთოდ ეს ინსტრუმენტი ხო საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტია ძალიან ბევრი შესაძლებლობის და საქართველოში იმდენად ყურადღება არ ექცევა ამ ინსტრუმენტს. დაუშვათ მეტი ყურადღება არის გადატანილი დღეს ფანდურზე, სალამურზე, დუდუგზე და ეს არის მივიწყებულივით რა, რაც აბსოლუტურად არ მესმის მე როგორც მუსიკოსი, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური ინსტრუმენტი და მით უმეტეს ისე მოერგოს ქართულ სივრცეს და თაში დარჩა, ესე იგი ყველაფერი მთიდან ჩამოდის და ეს არ ჩამოდის, ბარში თაშივე დარჩა თავის. რთული ხო არ არის შესრულება ამაზე, ანუ სწავლება? არა, ნუ რაც უფრო რთულია ხა დუდუგზე სალამურზე. ხა ვერ იტყვი ამას მუსიკალურ ინსტრუმენტზე ყველაზე რთულია. ეს ჩამოვიდა, სადაც მინდა აზრი დავასრულო. რესტორნებში უფრო ხშირად არის ვიდრე ეთერი და საკონცერტო დარბაზები არ და რესტორანში შემოვიტანა აი ეს დავიწვი არის სიტყვა, რასაც იტყვი, ხო? გულიდან მოსული რაღაცა ემოციები, რომელიც არ შეიძლება რომ ზემოქმედება არ მოახდინოს ადამიანზე რა და რეპერტუარიც ხალხური
რაღაცნაირად შეეხო დაუშვათ ახალ ინსტრუმენტებს, სემპლებს, სინთეზატორზე ჩაწერილ ფონოგრამებს, რაც აბსოლუტურად ხელს უშლის, მე მგონია, იმიტომ რომ თვითყოფადობა შეიძლება დაუკარგოს და ამიტომ მიმაჩნია რომ რაღაც ფესტივალი გაკეთეთ, ეს ახალგაზრდობაშიც პოპულარიზაცია გაიწევს ამ ინსტრუმენტებს. ძალიან სწორი რამ აღნიშნე, პოპულარიზაცია აკლია ამ ინსტრუმენტს ახალგაზრდობაში და დაინტერესება და ჩართულობა ახალგაზრდების. ფიქრობ რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი პრობლემა. თქვენ ახლა უფრო მეტად იცნობთ ამ ახლა ამ ინსტრუმენტის, რა ვიცი, 22 წელია ამ ხელოვნებაში ვარსებობ რა. თუ კი რამე ანსამბლი არსებობს, ყველა ანსამბლში ნამუშევარი ვარ და ყოფილი მუსიკოსი ვარ, ანსამბლერის იონის, რუსთავის, სუხიშვილების. სხვათა შორის, აი სადაც ერთადერთი ყოველთვის ისეთი ნაწილია მუსიკალური თანხლების ქართული ცეკვის, არ არსებობს ქართული ცეკვა ამ ინსტრუმენტის გარეშე. ნამდვილად. ზუსტად მათთვის შეიქმნა ეს ინსტრუმენტი, ზუსტად მათთვის შექმნეს. ქართული ცეკვა წარმოუდგენელია მის გარეშე. ზუსტად მათთვის შექმნეს ეს, რა ვიცი, რა, თითოეულ დეტალს რო ეფერებიან, რო უყუროთ ახლა ხელოსანი რამდენად მე რაღაცა თვითონ ინსტრუმენტია მისტიური, ეხლა რა უყურე ჯერ ჯვარი მომხდა იმ წუთას თვალს და ეს ახლა ჩემი. და მაგას ხვდები და მე თვითონ ინსტრუმენტი მუშაობის პროცესში როცა იშლება და იხურება, ხო? რაღაცა რიტუალივით არის რა, ვიზუალურადაც როცა უყურებ, ხედავ აი ამ პროცესს, ძალიან ზემოქმედება აქვს პლუს ვიზუალურად. აი როგორც ნუ ცეკვა ხო რაღაც 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 ხო არსებობს ანუ რა ანუ უნდა ნახოთ როდესაც სამი გარმონი უკრავს სამი ესეთი ინსტრუმენტი უკრავს სამი ნუ ამის შემსრულებელი უკრავს და ერთნაირად რო იწელება ხო თითქოს როგორ არის სული ჩაბერეს ხო არჩეული ეს წითელი ფერი რა ანუ ის მე ხვეძახით ხოლმე და ხანდახან ხუმრობთ ხოლმე მე ძალიან კარგად გარმონის მეხი დაგეცი თითო პირველად რო გამოჩნდა ტელევიზორში ჯეოსტარში რო აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინე შენი ნომრით ეს ზუსტად ის ინსტრუმენტია რომელმაც რამაც შეწარმატება მოგიტანა ერთის მხრივ ხო პლუს მე მგონი საოცარმა ვოკალმა ბუნებრივია ვოკალი მოვისმინეთ და ხო ნუ იმ შემთხვევაში უღრმესი მადლობა რაც შეეხება გარმონს რომელიც არის ჩემი ოჯახის როგორც რელიკვია ასე ვთქვათ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი და ჩემს ოჯახში მყოფი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი არსება რა საპატიო წევრი ხო საპატიო წევრი შენს ცხოვრებაში პაპასგან პაპა იყო 17 წლის როდესაც თვითონ შეიძინა ანუ იქამდე აქვს კიდე ამ გარმონს ისტორია წარმოიდგინეთ 1 საუკუნის არის და რესტავრაცია არ ჭირდება ისე კარგად არის მოტანილი პაპის პაპამ გასწავლა არა პაპამ არ მასწავლა მე ესე იგი ჩემთან ოჯახში დიდი ტრადიცია ხო არა დიდი ოჯახია და აბსოლუტურად ყველა არის მუსიკალურობით არის დაჯილდოებული მე მაქვს განათლება თბილისში დავიბადე გავიზარდე მაგრამ ქართლია ხო წარმოშობა ახალგორი ახალგორიდან ვარ წარმოშობით და მე მაქვს მუსიკალური განათლება დანარჩენებს არ ქონდათ მუსიკალური განათლება მაგრამ მაინც კარგად უკრავდნენ და პაპამ ვითხრა ყველას რომ ვინც სისხლს ამიდუღებს თავის სიმღერით და თავისი ასე ვთქვათ დაკვრით მე იმას გადავცემ ამ გარმონს მე ცოტა მომენტით შევარჩიე ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში დავიჭირე პაპა ეს ისე შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში დაუკარი ვიმღერე და დაუძახა ყველას რა გენახეთ და იმის მერე არის ჩემი და ვცდილობ რომ ღირსეულად ვატარო იმის ასე ვთქვათ ფუნქცია რა ფუნქციაც მას მაშინ სხვა ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს სისხლი უნდა აგვიდუღო კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ გეპატიჟები ჩვენს პატარა სცენაზე ვიტყვი ვის სიმღერას შევასრულებ ამ სიმღერის ტექსტის ავტორი გახლავთ გენიალური ეთერ თათარაიძე მუსიკის ავტორი ალბათ თათარაიძე აი ეს არის დისკი სან-ჟერმენის ატომოვიტანე ვიცოდეთ თქვენ დღეს მოდიოდით სტუმრად ერთადერთი მაგ დარჩენილი და ვერ მოგცემთ, მაგრამ რატომ მოვიტანე მე რომ დამთავრდება გადაცემა, მოგასმენებთ ეთერ თათარაიძე პარიზის ჩემს საავტორო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და სწორედ ვამთავრებ სიმღერით რა ლამაზია თუშეთი კონცერტს პარიზში რა. ძალიან მაგარი. ეს მე დაუცილებლად სიმღერას ქვია ჯანხი. შედევრი ადამიანმა დიდო დაკვიდი რომ შემდგომში როცა მოგიწევთ გადაცემაში შენ აუცილებლად შენივე გარმონით მოდი და შეგაიზერებ მაშინ აქ. კი ბატონო. ხო და ბევრად უფრო შთამბეჭდავი სანახაობა იქნება. ნამდვილად. აბა გისმენთ.
Iachad kurodulat shemi paradano Kirselepshi gachavi bashteid karse Satchagamoshi nislebadachtile Ibanen pirebs piche khidetsasale Vits gometsarits gadigrid mukpe Ze samorale dunteros hause kotsi gadganat kalkondarasgre Vavilis rian gvirgvin madgatause Eraiod meta mamnatre bicha Agiro echo ashtod tatzavera Ragwer sheget vodi chem tvilotosheto Zamtris pirtetrat akvent matze Iachad kurodulat shemi bardanos Kirselepshi gachavi bashteid karse Satchagamoshi nislebadachtilebo Ibanen pirebs piche khidetsasane ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად მოვალ ჩვენ კიდე მეც ვილაპარაკებთ, კიდე მეც ვაჩვენებთ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობებს. საერთოდ ღმერთმა ნუ დაუშალო საქართველოს ესეთი გალობა, ესეთი აკომპანემენტი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები თქვენ ძალიან ბევრი. რეკლამის შემდეგ რა გველოდება? ჰიპ-ჰოპ პარტი. ჰიპ-ჰოპ პარტი და აქ ხაზი ესმეორ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ დაწყებული კლასიკიდან ხალხური მუსიკით და პლუს თანამედროვე ჰიპ-ჰოპის კულტურით საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ცხოვრობს სრულყოფილად. გაუმარჯოს საქართველოს. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.